რაღაცა მნიშვნელოვანზე უარის თქმა, ან რაღაც მნიშვნელოვანის გაცემა იმისათვის, რომ სამყაროსაგან მიიღოს სასურველი, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ამაზე უარს ამბობ. მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი. კი. და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა იყოს უარყოფითი ფორმა. მე არ მოვწევ სიგარეტს, მე არ შევჭამ შაქრიანს, მე არ უნდა იყოს. რაღაც თქვი. არ უნდა იყოს. ანუ როგორი რაღაც არის, იცი, ნებისმიერი შაქრიანის თუ ცომეულის თუ ნებისმიერი სხვა საკვების მიღება, ხომ? ეს არის ჩვენთვის სიამოვნება, ეს არის დოფამინი. სიგარეტს ვინც ეწევა, ხომ? ნებისმიერი თითო ღერის, თითო ნაპასის მოწევა, ეს არის ჩვენთვის სიამოვნება და დოფამინი. და გამოდის, რომ ჩვენი, აი, როდესაც ვამბობთ ასკეზა სიტყვა, რაღაცა ტანჯვასთან, რაღაცაზე უარის თქმა, რაღაცა რო ძალიან გინდა და იმისაგან თავს იკავებ და აი რაღაცა წვალებასთან არის დაკავშირებული. და რაც წვალება, ტანჯვა, უარის თქმა, სასურველი, საკრძალვა, ხომ? ეგრევე გამომუშავდება კორტიზოლი, ანუ სტრესის ჰორმონი და როგორც წესი, გადაგვისვრის ხოლმე, შეიძლება პირველ, მეორე, მესამე დღეს რაღაცნაირად შევიკავოთ თავი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივიდეთ. ან შესაძლებელია ბოლომდეც კი მივიდეთ, თქვათ, ადამიანმა დათქვა, რომ 6 თვე მე არავის არ ვეჩხუბები და ცუდ სიტყვას არ ამოვუშვებ, ხომ, პირიდან და როგორღაც ეს 6 თვე იკავებ და თავს, მაგრამ ისეთი გამწარებულია, რომ არ ვიცი, უკვე აი ნერვებზეა და ეს 6 თვე გავიდა და მე ერთიანად ამოაფრქვია და ყველა გავამძღა და ყველას გაებოდა, ხო? არა, ეს არასწორი მიდგომაა. ანუ უნდა იყოს, რომ პირველ რიგში სწორი ფორმულირება და მეთქი შაქარს და ცომელს არ შევჭამ 10 დღე. მაგრამ სწორად როგორ გავაკეთო ფორმულირება და ნუ საბოლოო ჯამში ჯანსაღად ვიკვებები 10 დღე.